საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს მორი განცხადებას ოფიციალური თბილისი მწვავე შეფასებებით პასუხობს. იუკნევიჩიანემ, რომელიც საქართველოს მთავრობას ხშირად აკრიტიკებს და თბილისში ანტისახელისუფლებო აქციებშიც მონაწილეობდა, თქვა, რომ გარკვეულწილად ქართველი ერის შეცდომაც იყო, როდესაც ბიზინა ევანიშვილს მიეცა შესაძლებლობა ეკეთებინა ის, რასაც დღემდე აკეთებს. ლიეტუველი პოლიტიკოსის ამ განცხადებას მმართველ გუნდში ქართველ ხალხზე და მათ სუვერენულ არჩევანზე თავდასხმა დაფასებენ. ევროპარლამენტარის განცხადება ოპოზიციური პარტიების ნაწილს მოსწონს. ქართულ ხალხს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებდი იმაში, რაშიც რა მდგომარეობაშიც დღეს ვართ, ამ ოცნების რეპრესიული მანქანის ამოქმედებით და რეპრესიული პოლიტიკის შედეგად, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ღრმად მჯერა და მწამს ქართული ხალხის უყრევინების. ყოველთვის ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილებას ქვეყნის განვითარებაზე ღებულობს ქართველი ხალხი. და რა შეფასებაც არ უნდა გქონდეთ ევროპარლამენტში, ქართულ ოცნებაში თუ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ეს ქართველი ხალხის ნებას ვერ შეცვლის. რასა იუკნევიჩიანი არ არის ის ფიგურა, რომელსაც შეუძლია ქართველ ერს რამე მიუთითოს. წავიდეს და მიუთითოს თავის ერს და ჩვენ ქართველები მივხედავთ ჩვენ სამყაროს. საქართველოს და ქართული საზოგადოების ბრალია ის, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს. თავისი პლუსები და მინუსებით როგორებიც ვართ, ასეთებით ვართ. ვართ ამაყები, ვართ ეროვნულები და ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და გვწამს. შესაბამისად დაგვაბრალონ ქართველებს ის, რომ ჩვენ როგორიც გვინდა ისეთი ხელისუფლება ყავს და ეს არის არა დაბრალება, არამედ მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართულ ხალხს ის ყავს ხელისუფლებაში.